ეს დღეები იყო ყველაზე საშინელი ჩემს ცხოვრებაში. 30 წლის, ოჯახის წევრებიდან და ახლობლებიდან მხოლოდ პატარა შვილი მყავს 12 წლის მარიამი, რომელმაც 7 წლის ასაკში გაიგო დედამისის მკვლელობაზე. ამის შემდეგ მშობლებიდან დარჩი მხოლოდ მე და მიწევს მარტო უზრუნველყო ჩემი შვილის კომფორტულ ცხოვრებას, რაც საკმაოდ ძნელი იყო და ახლა მთლადად შეუძლებელი. ერთი კვირის წინ გავიგე, რომ ფილტვების კიბო მქონდა განუკურნავი. ექიმ მამამსა დაახლოებით წელნახევარი. ეს მოხდა სამუშაოზე. ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო. ყავას ვავდი, როდესაც დამეწყო უეცარი ხველება. თავის ტკივილი და გონება დამეკარგა. ეგრევე გავიღვიძე საავადმყოფოში. როგორც ჩანს, ჩემმა იდიოტმა თანამშრომლებმა, რომლებიც ოფისში მხოლოდ საჭმელად და დასცინებლად დადიან, ნება იბოძეს და სასწრაფოს გამოუძახეს. მსგავსი შემთხვევა რომ მქონდა მანამდე, წყალი მომცეს და გაგივლისო მითხრეს. არ მომწონდა ეს სამუშაო. თანამშრომლები იყვნენ ტოქსიკურები და ძალიან არაადეკვატურები, განსაკუთრებით ჩემს მიმართ. მაგრამ ახლა ეს სამუშაოც აღარ მაქვს, რადგან დავკარგე. კი, ბიულეტინზე რომ ვიყავი დამერეკე ხელმძღვანელმა და მითხრა მოკლედ. ჩვენ კიბოანი თანამშრომლები არ გვჭირდება. თავისუფალი ხარ. თავისთავად ზუსტად ეგრე არ უთქვამს, მაგრამ შინაარსი მაგის სიტყვების იყო ზუსტად ეგ. საერთოდ არც ვიცი ახლა რა ვქნა და როგორ მოვიქცე, რადგან უამრავი სესხი მაქვს გადასახდელი, იპოთეკა, ასევე ბავშვის მომავალი. ალბათ ამ ცხოვრებას რაღაციდან მოვეწონე თუ ასე დადგა ჩემი ცხოვრების ეტაპი, როდესაც გამოსავალი საერთოდ არ მაქვს. გადავაგდე ხელში დავიწყებული სიგარეტი. დავფიქრდი, რის გაკეთება შემეძლო, რადგან არ მინდოდა. არ მინდოდა, რომ ასე ცუდად დამთავრებულიყო ჩემი ცხოვრება და ასე ცუდად გაგრძელებული იყო ჩემი შვილის ცხოვრება სადმე ბავშვთა სახლში, რადგან ჩემს გარდა სხვა არავინ არ ჰყავს. ნახევარი საათი უშედეგო ფიქრის შედეგად გამახსენდა, რომ მარიამი 1 საათში უნდა დაბრუნებულიყო სკოლიდან. ამიტომ გადავწყვიტე წავსულიყავი მაღაზიაში, ჩემი ბოლო დარჩენილი ხელფასიდან გადადებული ფულით. ჩავიცვი, ავიღე გასაღები, ავიღე ფული. დავხედე და უსიტყვოდ ჩავიდე შავლის მარცხენა ჯიბეში. რის შემდეგაც დავკეტი კარები და გავედი კორპუსიდან. დაახლოებით 5 წუთის მერე, როდესაც უკვე თითქმის ვიყავი მაღაზიასთან მისული, დავინახე ჩემგან მოშორებით 20 მეტრში გზის მეორე მხარეს ასაკით დაახლოებით 40 წლის კაცი, რომელიც იყო ჩაცმული სულშავებში. შევედი მაღაზიაში. ვიყიდე ყველაფერი, რაც მინდოდა და რომ გამოვედი იგივე ადგილას, უკვე აღარავინ აღარ იდგა. კორპუსთან რომ მივედი, თითქმის კორპუსის შესასვლელთან შევამჩნიე იგივე ადამიანი. თუ ასე შეიძლება მას დავარქვა, რადგან ის იყო არანორმალურად მაღალი, 2 მეტრზე მაღალი და უცნაური ფორმისთან, თითქოს სტანსმლის შიგნით რამოდენიმე ადამიანი იყო. უცბად შემეშინდა მიახლოვება მასთან, რადგან ძალიან დაძაბული აურა იდგა მის გარშემო. მაგრამ ბოლოს და ბოლოს ჩემი კორპუსია და ეს ადამიანი, რომელსაც პირველად და უკანასკნელად ვხედო. ამიტომ შიში გადავდე და მივედი კორპუსთან და ასევე მასთან ახლოს. ახლოდან ის ჩანდა უფრო გიგანტური, არანორმალურად გიგანტური. წამიც არ გასულა, რაც შევხედე თვალებში, რის მეც ხელი დამადო მხარზე და მითხრა: მე შემიძლია და გეხმარო. უცბად გამიკვირდა, რა შეეძლო ამას ჩემი დახმარება, ან საერთოდ როგორ შემატყავ, რომ რამე დახმარება მინდოდა. ბოლოს და ბოლოს უსახლკაროს არ ვგავარ, ჯერჯერობით. ამიტომ მკითხე, უკაცრავად რას გულისხმობთ? ვიცი, რომ კიბო გაქვს, ასევე ვიცი, რომ ფული გჭირდება და ამასთან ერთად ვიცი, რომ ყველაფრის მიუხედავად ცხოვრება გინდა. უცბად გავშეშდი. ვინაა ეს? ვინაა და საიდან იცის ჩემს კიბოზე ან ზოგადად ჩემს ცხოვრებაზე? უცბად გავიფიქრე, რომ რომელიღაც თანამშრომელი ასეთი მეთოდით დამემშვიდობა სამუშაოდან განთავისუფლების მერე. მაგრამ არ მყავდა ასეთი მაღალი თანამშრომლები და ეჭვმეპარება, რომ ვინმეს ნამუსი იქნებოდა ასეთ იდიოტურ ხუმრობაზე. საიდან იცით თქვენ ამაზე და ვინ ბრძანდებით? კითხე აშკარა ხმისგან გაელდა. გამომყევი და ყველაფერს გეტყვი. გეტყვი, როგორ შეგიძლია კიბოს გავკურნო და ამასთან ერთად როგორ შეგიძლია მოკლე პერიოდში გამდიდრდე. ახლა უფრო გაურკვევლობაში ვიყავი მისი სიტყვების მერე, მაგრამ ისეთი სასოწარკვეთილი ვიყავი, რომ დაუფიქრებლად დავთანხმდი და ვკითხე მხოლოდ რამდენი დრო დაჭირდებოდა ამ საქმეს. რის შემდეგაც მიმიყვანა მანქანასთან. ჩავჯექით და წავედით ქალაქის გარეთ. როდესაც მივედით პირველივე, რაც შევხედე, იყო უზარმაზარი შენობა.
რომელიც სასახლეს უფრო გავდა ვიდრე უბრალო შენობას. შევედით შიგნით და შემიყვანა არანაკლებად უზარმაზარ ოთახში, სადაც იყო მხოლოდ ერთი პორტრეტი კედელზე საშინელი სახით, ტანით და რქებით. კითხე თუ აქრისთვის ვარ და როდის სამიხსნია საერთოდ რა ხდება. რის შემდეგაც მივიღე მოკლე პასუხი. ის ყველაფერს გეტყვის. რის შემდეგაც კარები დაკეტა და დამტოვა მართოდ სარიელ ოთახში ამ პორტრეტთან ერთად. არ ვიცოდი რა მექნა, რა მეფიქრა, რა გამეკეთებინა. ყველაფერი გავდა ვიღაცის ძალიან უადგილო და უაზრო ხუმრობას. ფიქრებიდან გამომიყვანა თავში უცხო ხმა. რა, ვინ ხარ შენ? მე ვარ დავიწყებული ღმერთი. მე შემიძლია მოგეშორო კიბო, მაგრამ შენ უნდა გახდე ჩვენი ჯგუფის წევრი. რა, როგორ? კითხე რობოტივით, რადგან ვიყავი გაუგებრობაში თუ რა არსება მელაპარაკება ჩემს თავში. რა ჯგუფზე მიდის საუბარი და საერთოდ რა ჯანდაბა ხდება აქ? მარტივ, ძალიან მარტივად. უნდა მოკლა ერთი ადამიანი დანით, რომელსაც მოგცემ ჩემი ერთ-ერთი მიმდევარი. ის შემდეგაც დაბრუნდა ისევ აქ. და მაგის მერი მომაშორებ კიბოს? კითხე მე დავუფიქრებლად იმაზე, რომ ამ წამს მითხრეს, რომ მე უნდა მოკლა ადამიანი. კი, მას შემდეგ რაც მაგას გავაკეთებ შენი დანი, შენი ტვინი და შენი თავი გადმოდის ჩემს მფლობელობაში. მაგრამ სანამ ჩემი მიმდევარი ხარ, იცხოვრებ წყნარად, დიდრად, მაგრამ ერთი პირობით, რომ ყოველ კვირა უნდა გააკეთო მსხვერპლ შეწირვა ჩემთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემთან დადებულ კონტრაქტს დაარღვევა. და თუ კონტრაქტი დავარღვიე, რა მოხდება? კითხე მე, მაგრამ პასუხი აღარ მივიღე. 2 წუთში შემოვიდა ამ არსების ან თვითონ როგორც დაირქვა დავიწყებული ღმერთის მიმდევარი და მითხრა რომ შემიძლია წავიდე და ხვალ ამ დროსვე აქ უნდა ვიყო, როდესაც გავაკეთებ იმას, რაც დამავალ. ავდეგი და გავედით. მიმდევარმა მიმიყვანა იქ, სადაც მას შევხვდი და სულ დამავიწყდა, რომ წუთი-წუთზე უნდა მოსულიყო მარიამი. უცბად გავუკეთე საჭმელი. რის შემდეგაც ჩავარდი ღრმა ფიქრებში. მოკლა. ვინ? ან როგორ? რაც უფრო მეც ფიქრობდი, მით უფრო ხვდებოდი რა სისულელეზე მოვეწერე. დავიწყე ინტერნეტში ინფორმაციის ძიება მაგ ღმერთზე და ვიპოვე ერთ-ერთი დავიწყებული ღმერთი, კოშეი, რომელიც ძალიან გავდა პორტრეტზე გამოსახულ არსებას, მაგრამ რა მომცა ამ ინფორმაციამ? არც არაფერი. უამრავი აზრების მერე თავში გადავწყვიტე, რომ ამას გავაკეთებ ღამე. დაახლოებით ღამის 3-ზე გავალ ყველაზე ცუდ რაიონში ჩემს ქალაქში, სადაც მხოლოდ ნარკომნების და ლოთების გარდა არავინაა. მეწოდებიან თუ არა ისინი? არა, არ მეწოდებიან. თვითონ აირჩიეს თავის ცხოვრების გზა. თვითონ აიღეს ხელში ბოთლი. თვითონ გაირჩეს ვენებში შპრიცები. ისინი მე არ მეწოდებიან, მაგრამ მკვლელობა უნდა ჩავიდინო, ცოდვა უნდა დავიდო. მაგრამ რა გამოსავალი მაქვს? უბრალოდ სხვა რა ვქნა ამ სიტუაციაში? ისინი იცხოვრებენ 1-2 წელი კიდევ და საბოლოოდ ისევ ბოთლისგან და შპრიცებისგან მოკვდებიან. მე კიდევ ჩემი ბავშვის მომავალზე ვფიქრობ. მხოლოდ მე რომ ვიყო, არ დავთანხმდებოდი. გავიფიქრებდი, მოკვდები და იყოს ეგრე. დედამიწა ჩემი სიკვდილის მერე სხვანაირად არ იტრიალებს და არაფერი შეიცვლება, მაგრამ არ შემიძლია გაუფუჭო მომავალი მარიამს. ამიტომ მიწევს ამ ნაბიჯის გადადგმა. დანარჩენ დრო სანამ ღრმა ღამე დაიწყებოდა, გავატარე ისევ ჩემს ფიქრებში. ფიქრობდი, რამდენად სწორია რას წვაგით, რამდენად გამართლებული, მაგრამ როგორც მოველოდი აზრი არ შევიცვალე. დავხედე დროს, 3:30-ია. დროა გავიდე. უცბად ჩავიცვი, გავიკეთე ნიღაბი. ჩავიდე ჯიბეში ხელთათმანები და მოცემული დანა. სპეციალურად ავირჩიე ეს დასახლება, რადგან აქ კამერებიც არ არის. შემინება რომ იყოს დავარქმევდი ამ რაიონს ქართულ გეტოს. გავიცინე და უცბად აზრებიდან გამომიყვანა მოძახებულმა მეგობარო. გავიხედე უკან. ჩემს მიმართულებით მოდიოდა 30-მდე წლის კაცი. აქედან ვგრძნობდი უკვე მის პერეგარის სუნს. გავიფიქრე თავში. მოდი, ზუსტად შენაირს ვეძებდი. დამიდგა თუ არა წინ დამიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ თუ ახლა ჯიბეებს არ ამოვატრიალებ და ყველაფერს არ მივცემ, ჩემი კუბო აქვე დაიდგმება. მეც დავთანხმდი. კი, ამოვიღებ ყველაფერს ჯიბეებიდან. გვიდა მასთან ერთად ამოვიღე ჯიბიდან დანა, რომელიც პირდაპირ მუცელში დავარტყი. ბოდიში მეგობარო, რაც შენ მითხარი ის გავაკეთე. მხოლოდ ეს მაქვს ჯიბეში. შეუმჩნევლად გავიცინე და შემდეგი დარტყმა გავუკეთე თავში. ვიგრძენი, როგორ გადაუტყდა თავის ქალასწულები. დავარდა ძირს და სისხლი ნაპოლით გაზდიოდა მისტანს. მაგრამ დარწმუნებისთვის კიდევ 4-ჯერ დავარტყი დანა. შეუმოწმე პულსი. მკვდარია. სანამ ჩემს კორპუსამდე მივიდოდი, ხელთათმანები გადავყარე ნაგავში.
რადგან დანის და ხელთათმანების გარდა სისხლი არსად არ მომხვედრია. ავედი ბინაში, მქონდა გაურებული აზრი. თვითონ დამნაშავე, თვითონ დამიძახა, თვითონ მოინდომა ჯიბეების ამოტრიალება და რაც დაიმსახურა ის მიიღო. ვინიც რამდენი ხავდა თვითონაც მოკლული, გაძარცული და კიდევ რამდენი უბედურება ჰქონდა გაკეთებული თავის ცხოვრების მანძილზე. მაგრამ ამასთან ერთად სოდვა დავიდა, ადამიანი მოუკალი. ამ ფიქრებში დამეცინა და გამეღვიძა შუადღით. უცბად გამახსენდა, რომ სისხლიანი დანა დავტოვე შემოსასვლელში მაგიდაზე. უცბად ავხდი საწოლიდან და გავიქეცი მაგ ადგილას. დანა იდო ისევ თავის ადგილზე. ამოვისუნთქე, დავხედე ტელეფონს. შეობათია. გასაგებია მაშინ ძივილისგან რატოც არ გამეღვიძა. მარიამს ეძინა. გაუკეთე საჭმელი და წავედი ისევ იმ ადგილას, სადაც უნდა მივსულიყავი. სანამ მივდიოდი, შეგრძნება მქონდა, რომ ახლა წინ გამიჩერებს პოლიციის მანქანა. გადმომიხტებიან, დამადებენ ხელზე ხელბურკილებს და მაღაზიაზე დამთავრდება ჩემი ისედაც უბედური ცხოვრება. მაგრამ არა, მივედი წყნარად. ინტერნეტშიც არ იყო გამოცხადებული, რომ ქალაქში მკვლელობა მოხდა. მაგრამ აზრი, რომ დღეს არა და ხვალ უეჭველი დამიჭერენ არ ტოვებდა ჩემს გონებას. მივედი ადგილზე, დამხვდა მიმდევარი და მიმანიშნა ისევ იმ ოთახზე. შევედი და დავჯექი იატაკზე, რადგან სკამებიც კი არ იყო. გონებაში ვთქვი, გავაკეთე რაც გინდოდა. დავიწყე ლოდინი. 5 წუთი არავინ არ პასუხობდა. უკვე ნერვები მომეშალა. მინდოდა ამდგარიყავი და აქაურობა გადამეწვა და უცბად ხმა გაისმა. შენ ახლა ხარ ჩვენთან. ყოველ კვირა შენი მოვალეობა ერთი ადამიანის მოკლა მოცემული დანით, მაგრამ ახლა ვისაც მოკლა მის დანზე უნდა ამოწერწოთ დანი თვრიანი. რა სისულელია რისთვის? უბრალო მკვლელობა არაა საკმარისი. კითხე მე, მაგრამ არსებობ თითქოს არ შეიმჩნია ჩემი სიტყვები და განაგრძო. ხანდახან მოგეცემა განსაკუთრებული დავალება, რომელიც აუცილებლად უნდა შეასრულო. ყველაფერს გაიგებთ დროთა განმავლობაში. რა განსაკუთრებული დავალება? შენ მითხარი, რომ უბრალოდ უცბად გაიღო კარები. კარებში იდგა მიმდევარი და მითხრა. გადექი და გამომყევი. ნერვე მოშლიზე უკვე უნდა შემეგინებინა, მაგრამ გავიფიქრე თუ არა ეგ დავინახე მისი თვალები და უცბად გამახსენდა სად ვარ და როგორ შეუძლოდ გამოვიყურები მასთან შედარებით. ამას ალბათ ერთი დარტყმა ეყოფა მე რომ ადგილზევე მოვკვდე. ავდექი და წამიყვანა კარიდორში, სადაც იყო უამრავი ოთახები. მითხრა დამელოდე. შევიდა და 2 წუთში გამოვიდა შავი, რაღაცით გამოტენილი ჩანთით. ავიღე და ვკითხე, აქ რა არის? ფული? რამდენია აქ? კითხე ემოციებზე, მაგრამ მან მითხრა. გზაში არ გახსნა, სახლში რომ იხვალ მერე გახსენდა და ითვალე. უსიტყვოდ წამოვედი. წამოსვლისას შემახსენა, რომ ყოველ კვირა უნდა გავაკეთო მსხვერპლშეწირვა და აქ მოვიდე ხოლმე მკვლელობის მეორე დღეს. სახლში რომ მივედი, ვიყავი ძალიან ბედნიერი, მაგრამ ამასთან ერთად დაინტრიგებული თუ რა განსაკუთრებულ დავალებაზე მითხრა. შევეცადე აზრები გადამეტანა. მარიამი იწვა რაღაცეებს ყურებდა. მე კიდევ შევედი მის ოთახში და ვკითხე. დურისი ყიდვა უნდოდა. იმდენი რაღაც ჩამომითვალა, რომ არ დავიწყებოდა ტელეფონში ჩავიწერე ყველაფერი. მაგრამ ბოლოს მიაყოლა თუ რატო ვეკითხები ამაზე თუ ამ ყველაფრის ყიდვა არ შეგვიძლია. უცბად დავიბენი და პირველი რაც მომივიდა თავში ის უთხარი. ახალი სამუშაო ვიპოვე, სადაც ბევრს მიხდიან. უსიტყვოდ დაიჯერა და უბრალოდ მომილოცა. გავედი სახლიდან, უყიდე ყველაფერი რაც უნდოდა და მეტიც. მისი ბედნიერე საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ მე კიდე მაწვებოდა აზრი, რა ნაბიჯის გადადგმა მომიწია, რომ ეს ყველაფერი მეყიდა. ჩანთაში იყო ძალიან ბევრი ფული. იმდენი, რომ ალბათ უპრობლემოდ შემიძლია 3 ბინა ვიყიდო ცენტრში და კიდევ დამრჩება. კვირა ჩამთავრდა უპრობლემოდ. სულ დამოვიწყდა, რომ ახლა შეიძლება პოლიცია მეძებს მკვლელობის გამო. ამ კვირაში დავფარე ყველავარი. შევიძინე ბოლო სერიის მერსედესი. შევიტანე იპოთეკის 30%. მოკლედ, კვირა იყო მშვენიერი, მაგრამ დადგა დრო. დრო, როცა ისევ უნდა მოუკლა და ისევ იმ ადგილას უნდა მივიდე. გადავწყვიტე, რომ ამჯერად ისევ იქ არ მოვკლა, რადგან შეიძლება მან ჩასაფრებულები იყვნენ და მე კიდევ საერთოდ არ მინდოდა, რომ ასეთი ცხოვრების მერე ხელბორკილები დაედოთ ჩემთვის. დავფიქრდი და გავჩერდი იმაზე, რომ საერთოდ სხვა ქალაქში გავაკეთებ. არა, სხვა ქალაქში არა, რაიონში, სოფელში, ზუსტად. იდეალური ადგილია, მით უმეტეს კამერები მანდაც არაა. ჩავიცვი, ყველაფერი შევაგროვე ჩანთაში და ჩავიდე მანქანაში. ამინდი იყო ცუდი, ცივა და თან წვიმაც მოდის. გამახსენდა ჩემი ცოლი, რომელიც ზუსტად ასეთ ამინდში გავიცა და ზუსტად ასეთ ამინდში დავასაბა.
დეგენერატი, რომელმაც ჩემი ცოლი მოკლა, დღემდე არ უპოვიათ და ერთ წელში საქმეს საერთოდ დახურავენ. მთლიანი გზა გავატარე მაღაზე ფიქრში, მაგრამ გამოვიდი ფიქრებიდან, როდესაც დავინახე წარწერა. სოფელი საწყევლი. საწყევლი? რა საწყევლი? ბარემ სარწყევი გავიფიქრე და ჩავიცი. წავედი მაგ სოფლის მიმართულებით. შევედი თუ არა სოფლის დასახლებაში, ეგრევე დავინახე ადამიანი, რომელიც ძირს ეგდო ჩახუტებული არაყის ბოთლთან. გავიფიქრე, აი პაციენტიც. ვირზე იყო ძალიან ცუდად. ჩაცმული იყო რაღაც დახეულ აყროლებულ ტანსაცმელში და თვითონაც ყარდა საშინლად. უცბად გავიფიქრე, აქვე ხო არ მოკლა. ეს მანქანაში რომ ჩავისვა და მიყრუებულში წავიყვანო, სანამ მივიყვან ისი ამიყროლებს მანქანის, რომ ალბათ ახალი სყიდვა დამჭირდება. მაგრამ ეგ ჩემთვის აღარაა პრობლემა. გავუკიდე სიგარეტს და დავფიქრდი, როგორ მოგქცეულიყავ. საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ მანქანაში ჩამესვა და წამეყვან. ძლივ-ძლივობით ჩავტენე მანქანაში. დავჯექი თუ არა საჭეზე თვალები გაახილა და თქვა: შენ ვინ ხარ? მე? უბრალოდ სტუმრად მოვედი ჩემს ნათესავებთან. აი დაგინახე შენ რომ ეგდე ძირს და გადავწყვიტე, რომ საავადმყოფოში წაგიყვანო, რადგან გამოიყურები შენ ცუდად. მოკლედ ვთქვათ. ჩაიხვნეშა და დაიწყო მოყოლა. ასე ცუდად გამოვიყურები კი, მაგრამ ჩემი არჩევანი არ იყო. უფრო სწორად იყო, მაგრამ უბრალოდ ჩემი უკანასკნელი გზა. სხვა როგორ გადავირჩინო, თავი არ ვიცი. 3 წლის წინ მოხდა. სამსახურიდან მოვდიოდი. ბავშვებს საჩუქრები უყიდე, რადგან დღეს ხელფასის დღე მქონდა. სახლში რომ მივედი, ყველა, აბსოლუტურად ყველა მკვდარი იყო. ჩემს ცოლს, ჩემს სამშვილს ყელი ჰქონდათ გამოჭრილი. რა თქმა უნდა, მერე პოლიცია, დაკითხვები, მაგრამ არანაირი რეზულტატი არ იყო. საქმე უკვე დახურეს. ოჯახი მომიკლეს. მთლიანი ჩემი ცხოვრების აზრი იყო ჩემი ოჯახი. ცხოვრების აზრი მომიკლეს, წამართვეს და დამიღუპეს. რისთვის? თავს ვიტეხავ წლები, რატო მოკლეს? მდიდრები ჩვენ არ ვიყავით. ვინმესთან ცუდი ჩვენ არ გქონდა გაკეთებული და რატო გააკეთა იმ სირმა ეს? ვირა დაუშავა, რომ 3, 6 და 10 წლის ბავშვს დაუნდობლად ხელი გამოიჭრა. უსმენდი მის ისტორიას და გულზე დავაწყო. უცბად გავიფიქრე. მეტა არც გაგიღვიძა, ამის მე როგორ მოკლა. მეგონებოდი ისე უბრალოდ ის ადამიანი, ვინც ნორმალური ცხოვრების მაგივრა დაირჩია ბოთლი და წამითაც არ ვინანებდი. და ახლა რა ქვია შენ? კითხა მან და არ მოვატყურე და უთხარი რეალური სახელი, რადგან მკვდარი ვეღარავის ვეღარ ეტყვის. სანდრო, შენ? გრიგოლი. სანდრო, როგორც ვიცი, დღეში საავადმყოფოები არ არის. ისთვის მიყავა რაკ. უცბად დავიბე. ჯანდაბა, ადგილზევე უნდა მომეკლა. ჩუმად ვიჯექი, მაგრამ ერთ წუთში ვუთხარი. მოსაკლავად მიმყავ, უნდა მოკლა. გრიგოლი ნახევარი წუთი ჩუმად იყო და თქვა: გასაგებია. რა? არ შემეწინააღმდეგები? აზრი, ისედაც მკვდარი ვარ მე. ჩემი ცხოვრების აზრი ახლა არის, ვაგერ? მან ახლა ხელში დაჭერილი ბოთლი. ორივე გადმოვიდით. გრიგოლმა გაიხედ გამოიხედა. უსიტყვო დავიღე დანა და დაუდექი წინ. სანდრო, ერთი კითხვა მაქვს. შენი ყავი ის, ვინც ოჯახი მომიკლა? არა, მე არ ვიყავი, პირველად ვარ აქ საერთოდ. გასაგებია, შეგიძლია მომკლა. თქვა მან და შემომხედა თვალებში. 10 წამიც არ გასულა, რაც თქვა, რის შემდეგაც დავარტყი დანა თავში. დაეცა ძირს და მომენტალურად მოკვდა. ზევიდან დავაყარე ფოთლები, რომ ცოტა მაინც დამემაღა. მაბადია, უთხარი მას. გავუკიდე სიგარეტს და ჩამოვჯექი მოტეხილ ხეზე და დაუწყე ჩემი ისტორიის მოყოლა. თუ რატო გავაკეთე ეს და როგორი იყო ჩემი ცხოვრება. ასევე იმაზე, რომ მსგავს ცხოვრებულ სიტუაციაში აღმოჩნდი. ბოლოს თქვი, ალბათ ეს ღმერთი რო არა, მე შენნაირად ჩავამთავრებდი. ხელში ბოთლით. ბოლოს დავაგდე სიგარეტი. ჩავჯექი მანქანაში და წავედი უკან სახლში. მინდოდა საერთოდ ამომეშალა ეს დღე ჩემი ცხოვრებით. ძალიან გრუზი მაწვებოდა გრიგოლის მოკლის შემდეგ. პირველი თუ არც შემეცოდა, ეს სულ სხვა სიტუაცია იყო. მეორე დღეს მივედი ისევ იქ. შესასვლელთან დამხვდა მიმდევარი.
გაბრაზებული სახით და მიმანიშნა ისევ იმ ოთახზე. შევედი, დავჯექი და ვთქვი გონებაში. შევასრულე. ეგრევე ხმა გაისმა. არა, არ შეასრულე. რა? როგორ თუ არ შევასრულე? კაცი მოვკალი გუშინ ღამე, როგორ არ შევასრულე? უცბად გონებაში შემეპარა ის აზრი, რომ გრიგოლი გადარჩა. მაგრამ როგორ? დანა თავში დავარტყი, ბოლომდე ჩავიდა, შეუძლებელია ამის მერე ადამიანი გადარჩეს. ნიშანი არა იკეთებია, რუიანი. ამ სიტყვებმა დამარტყა როგორც ელვა. ანუ, ტყუილად მოვკალი? ტყუილად მოკალი. ამ სიტყვებს ვერ უჯერებდი. ანუ, უკვე თავის გამართლება უნდა დამეწყო, რომ რა მნიშვნელობა აქვს მაგრუიანს, მაგრამ უცბად გავიგე. შეცდომის გამო მოგცემ განსაკუთრებულ დავალებას. დავალებას, რომელიც აუცილებლად უნდა შეასრულო, ამიტომ მისმინე ყურადღებით. ქალაქის გარეთ 20 კილომეტრის მანძილზე არის ჩასახვევი. შენ უნდა წახვიდე მანდ. მანდ არის უზარმაზარი სასახლე. მან ცხოვრობს ადამიანი, მაგრამ არა ადამიანური ძალით და შესაძლებლობებით. უბრალოდ მოკალი მაგდანით და მოდი მეორე დღეს აქ. და რო ვერ მოვკლა? ან რა ადამიანურ შესაძლებლობებზე ამბობ? პასუხი აღარ მივიღე. კარები გააღო ისევ მიმდევარმა და მითხრა. შეგიძლია წახვიდე. ავდექი და უსიტყვოდ წავედი. რაც გრძნობდი შეუძლებელია სიტყვებით აღწერა. უბრალოდ გავაკეთებ ამ განსაკუთრებულ დავალებას. გვიანია უკან გავუხვიო. თქვი ხმამაღლა მანქანაში, რომლითაც უკვე მივდიოდი იმ ადგილას. უკვე დავიწყე, უკვე ჩავერდი და უკვე მოვეწერე ამ ყველაფერს. უკვე ცოდვა დავიდე და არაერთი. უნდა ჩავამთავრო. მივედი დანიშნულ ადგილას. ღამდებოდა, თითქმის არაფერი ჩანდა. მანქანა გავაჩერე მოშორებით. ისე, რომ ვინმე რომ გამოსულიყო ან შემოსულიყო ვერ შეემჩნიათ. დავიწყე შორიდან ბინოკლი დათვალიერება შენობის. უზარმაზარი შენობა შუატყეში. ვინ უნდა იყო, რომ ასეთი სასახლე გქონდეს? შევამჩნია, რომ უკანა მხრიდან იყო ზაბური, საიდან შემეძლო გადაძრომა. სანამ მივდიოდი, არც კი ვიცოდი, იყო თუ არა ის ადამიანი შენობაში, ყავს თუ არა დაცვა, კამერები, საერთოდ ნული ინფორმაციით გამომგზავნეს აქ და გქონიათ, რომ ასე ადვილად მოკლავ? იდიოტები. მივედი, გადავწვევი, გავიხედ გამოვიხედი, არავინაა. ახლა როგორმე შენობაში უნდა შევიდე, მაგრამ როგორ? კარები მხოლოდ წინიდანაა, სხვა შესასვლელი არ აქვს. ჩავტეხე ქვით ფანჯარა, იმის იმედით, რომ არავინ არ გაიგებდა, თუ საერთოდ ვინმე იყო. შენობაში ვარ, მაგრამ ახლა როგორ ვიმოქმედო? და თუ რამოდენიმე ადამიანია, როგორ გავიგო, რომელია ის, ვინც უნდა მოკლა? დაახლოებისაც კი არ ვიცი, როგორია გარეგნები. უცბად გავიგე არა ადამიანური ღრიალის ხმა და უცბად ამოვეფარე დივანს, რადგან თუ შემოვიდო და ეგრევე მაინც არ დავენახე. ვიჯექი ასე 5 წუთი. ჯანდაბა როგორ მოვიქცე? უცბად ხო არ გადავწრო უკან და წავიდე საერთოდ. ჩუმად მივედი კარებთან. ასევე ჩუმად გავახე და ერთი თვალით გავიხედე. ცარიელი, არავინია. გავედი კარიდორში და გამოვიხურე კარები. შევედი მეორე ოთახში და დავიწყე ყველაფრის დათვალიერება. როგორც ჩანს, იყო კაბინეტი. შევამჩნია, რომ სკამის უკან არის გამოჭრილი კედელი. ეს რა არის? დავიწყე მაგის ჯაჯგური და გაიღო. შიგნით იდო სეიფი. უბრალო სეიფი. დაუფიქრებლად დავიწყე ამ სეიფის გასაღების ძებნა. სადღაც აქ იქნება უეჭველი. გამოვაღე ყველა უჯრა და ვიპოვე. გავხსენი სეიფი. ტოებშიც კი არ მინახავს ამდენი ოქრო და ძვირფასეულობა, რამდენიც აქ იდო. მაგრამ გავიგე ნაბიჯების ხმა კარიდორში და უცბად ამოვეფარე პანჯარასთან ახლო მიყუდებულ სარკეს. კარები გაიგო და ხმაში შემოვიდა რაღაც. ერთი თვალით შევხედე, რომ გავიგე. მე თუ აქედან არ გავიქეცი, მე აქედან ცოცხალი ვერ გავა. დემონი, სატანა, ჯოჯოხეთის არსება, არ ვიცი როგორ დავარქვა, დიდი, ძალიან დიდი წითელკანიანი არსება სამირქით თავზე და კუდით. შეხედა ადგილს, სადაც სეიფი იყო და მიხვდა, რომ ვიღაც, ანუ მე ვეჯაჯგურებოდი. არა ამ ქვეყნიური ღრიადით და ძალით დაიწყო ყველაფრის გადატრიალება და ჩემი ძებნა. პირველად ბედმა გამიღიმა თუ თვით ღმერთი დამეხმარა, მაგრამ მეორე ოთახიდან გაისმა ვაზის დამტვრევის ხმა.
ეს არსება მომენტალურად გავარდა ოთახიდან. მე კიდევ ეგრევე გამოვწველი. ავია სეიფიდან ყველა ძვირფასეულობა, რაც კიჩიბეში ჩამედია და ყური მივადე კარებს. ის არსება მეორე ოთახში ანადგურებდა ყველაფერს და მეძებდა მე. უცბად გავაღე კარები, გადავირბინე ოთახში, რომელშიც თავდაპირველად შევდე და ტყვიასავით გავარდი ფანჯრიდან. უკვე გავიგე ხმები, როგორ მორბოდა ის არსება ამ ოთახისგან. მე კიდევ რაც კი ძალები მქონდა ავდექი და სირბილში ჩავდე. დაორბოდი ისე როგორც არასოდეს. დავიმტრუე ხელები, ფეხები, მაგრამ მივბოდი. ადრენალინი იყო პიკზე ჩემს ორგანიზმში. ამან რო დამიჭიროს, არც კი მინდა წარმოდგენა თუ რა მომივა. ძლივს მივირბინე მანქანასთან. ეგრევე ჩახვდი. ის არსება დაახლოებით 20 მეტრის მოშორებით იყო. უცბად დავხვდი მანქანა და რაც კი ძალა მქონდა ფეხში დარჩენილი ჩავარტყი პედალს. იმ არსებამ მოასწრო ჩემი მანქანის კუზაოზე ხელის დარტყმა. მაგრამ გვიანი იყო. უქსაობის შედეგად ფოჭიალით გავედი გრონტის გზაზე და სარკეში დავინახე, როგორი წითელი თვალებით იყურებოდა ჩემს მიმართულებით. აღარ გამომეკიდა, მაგრამ ეგ არ გახდა მიზეზი იმის, რომ სიჩქარე დამეწია. გზაში 1000 ავარიას გადავჭი, 10,000 თუ არა. მივედი ჩემს ბინასთან. გადმოვედი მანქანიდან, ავედი ჩემს ბინაში და უთხარი მარიამს, რომ უცბად აეგროვებინა ყველა საჭირო ნივთი. ტირილით მეკითხებოდა თუ რა ხდებოდა, მაგრამ უთხარი, რომ ყველაფერს მერე აუხსნიდი. შევაგროვეთ ყველა საჭირო ნივთი. ჩავედით, ჩავჯექით მანქანაში და წავედით. გავჩერდით კაფეში. სანამ მარიამი ჭამდა საჭმელს და მაგასთან ერთად ჩემს ნერვებს იმის კითხვებით, თუ რა მოხდა და რატო ვართ აქ, მე ვძებნიდი ინტერნეტში რომელიმე სოფელში სახლს, რომ მეყიდა. საცხოვრობდი იცოდნენ და ბინა თუ არა, კორპუსი უაჭველი. სისულელე იქნებოდა მან დარჩენა. 20 წუთის მერე ვიპოვე სახლი. სახლი იყო ნორმალური სოფლისთვის. დაურეკე და უთხარი, რომ დღესვე მინდოდა ყიდვა. როგორღაც შულს მოვატყვე, რომ ქალაქში სიცოცხლისთვის საშინელი ვირუსი დადიოდა და უნდა წავიდეთ გადაკარგულ სოფელში და ცოტა ხნით პიკ ვიცხოვროთ. მივედით ადგილზე. ყოფილ სახლის პატრონს უსიტყვოდ მივეცი ფული და უთხარი, რომ ცოტა მერე გადმოვიფორმებდი. გავიდა ერთი კვირა იმ დღის მერე. კოშმარები მესიზმრებოდა, როგორ მიჭერს ის არსება და როგორ მკლავს და ცივი ოფლით ტანზე ვიხვიძებდი. მაგრამ უკვე კვირა გავიდა და აქ არავინ არ მომაკითხა. მეორე კვირა წყნარად გავიდა, მესამეც და უკვე თვე გავიდა, რაც ცოტა გონებაზე მოვედი და ნორმალურად დავიწყე ცხოვრება, მაგრამ ერთ საღამოს გავიგე კარებში დაგაგუნება. რა, ვინაა ეს? მაგრამ უცხოდ გამახსენდა, რომ მეზობელი მოვიდა, რომელსაც დაუმეგობდი ამთვის განმავლობაში და რომელმაც მითხრა, რომ საღამოს მოვალ. მივედი კარებთან, გავაღე და დავინახე 3 ადამიანი. ადგილზევე გავშეშდი. გამარჯობა სანდრო. გეგონა რომ თუ სადმე სოფელში გაიქცეოდი, იქ ვერ გიპოვიდით? არა სანდრო, ეგრე არ ხდება. შენ უკვე დადე კონტრაქტი და კონტრაქტი დაარღვია. ძალიან წუხარ, მაგრამ თავდება შენი ცხოვრება. მაგრამ სანამ ეს მოხდება, უნდა გითხრა, როგორ მოხდი ჩვენთან. შენ რომ ცუდად გახდი შენ სამუშაოზე, მაგაზე მადლობა უთხარი ერთ-ერთ ჩვენ მიმდევარს, რომელმაც ყავაში სპეციალური საწამლავი გაგიზავა. ასევე საავადმყოფ, რომელშიც გადაგიყვანეს და ექიმი, რომელმაც კიბო დაგიდგინა. ეგე ჩვენი მიმდევარია. ხოლო ამ ყველაფრის მერე შენი საცხოვრებელი ადგილის გაგება პრობლემა არ გახდა. ანუ კიბო არც არასოდეს ქონიო? არანაირი კიბო შენ არ ქონდა. ეს უბრალოდ ჩვენი გეგმა იყო. შენ კიდე ჩვენი მსხვერპლი. დაიწყო სიცილი მიმდევარმა. ნეტა იცოდე, რამდენი შენაირი იდიოტები გამოვიყენეთ უკვე. 5 წლის წინ. ზუსტად შენაირი მოვიდა ჩვენთან მკვლელობის მეორე დღეს და გითხრა, როგორ არ შეეძლო, როგორ ნანობდა გაკეთებულზე, როგორ მოკლა ქალი, რომელიც ტირილით თხოვდა, რომ გაჩერებულიყო, რადგან შვილი და ქმარი ჰყავს. მაგრამ იმას შენგან განსხვავებით გამბედაობა იყო და მოვიდა. შენ კიდევ წაღლივით დაიმალე სოფელში იმედებით, რომ ვერ გიპოვიდით. მაგრამ სანდრო, როგორც აღმოჩნდა, არასწორია. მე კიდევ მივხვდი, რომ ქალი, რომელიც ტირილით თხოვდა, არ მოეკლა. იყო ჩემი მეუღლე. რეალობიდან ამოვარდი. ყველაფერი იყო არარეალური. კითხე,
მრგვალი, რომელიც მოკლა, მას ქეთი ერქვა? კი, მეგონა რომ იმდენად დებილი იყავი, რომ ვერ მიხვდებოდი, რომ შენს მკვდარ-ცოლზე მოგიყევი, მაგრამ აღარ დავამთავრებინი სიტყვა, მთელი ძალით ღიეს სახეში. რა უქნათ ამის დანს? აიღეთ და მანქანაში ჩაავიდეთ. უთხრა და სისხლი მოიწმინდა ცხვირიდან. ჩვენს ღმერთს მიუყვანოთ და იქ თვითონ გადაწყვიტავს რა ქნას. სამივე მიმდევარი ჩაჯდა მანქანაში და წავიდნენ თითქმის ჩასული მზის სხივებში. მხოლოდ სისხლი, რომელიც სახლთან ახლოს იყო, როგორც ჭაობი ტოვებდა მოგონებას იმაზე თუ რა მოხდა აქ.